შეიძლება წყუროდეს და ვერც კი ამჩნევდე ამას. დეჰიდრატაცია არის პროცესი, როდესაც ჩვენი ორგანიზმი იმაზე მეტ წყალს ხარჯავს, ვიდრე იღებს. ეს შეიძლება მოხდეს ოფლის, სუნთქვის, შარდის ან თუნდაც საჭმლის მომნელებელი პროცესების დროს. უმეტესობას გონია, რომ თუ წყურვის შეგრძნება არ აწუხებს, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. მაგრამ ჩვენი სხეული ხშირად არ გვიგზავნის ძლიერ სიგნალს, განსაკუთრებით თუ უკვე წლებია ძალიან ცოტა წყალს ვსვამთ. ტვინი თითქოს ეჩვევა მშრალ მდგომარეობაში მუშაობას. აი კაფეო ნიშნები, რომლებიც შენს გაუწყლობაზე მიანიშნებს. პირველი, ხშირი დაღლულობა და ენერგიის დაქვეითება, თავის ტკივილი ან სიმძიმე, მშრალი კანი ან ბზარი ტვიჩებზე, კონცენტრაციის გაძლება და რა თქმა უნდა კუჭ-ნაწლავის მუშაობის შეფერხება. საინტერესო ისაა, რომ ამ სიმპტომებს ძილის ნაკლებობას ან სტრესს უკავშირებენ, მაგრამ რეალურად შეიძლება პრობლემა მხოლოდ წყლის ნაკლებობაში იყოს. თუ დღეში მინიმუმ ამდენი ლიტრი წყლის მიღებას მაინც ვერ ახერხებ, ორგანიზმი მუდმივად იმუშავებს რესურსების ეკონომიის რეჟიმში. ეს კი ნიშნავს, რომ სისხლის სქელდება, ჟანგბადის დასაკვების მიწოდება უჯრედებამდე ნელდება და მეტაბოლიზმი ეცემა. ახლა ყურადღებით მოისმინეთ და გაიგებ რატომ გამართება დეჰიდრატაცია. ჩვენ ვსვამთ ყავას, ტკბილ გაზიან სასმელებს, რომლებიც შარმდენია. ოფისში ან სახლში ვცხოვრობთ კონდიციონერის ან გათბობის პირობებში, რაც ტენს აშრობს. ვარჯიშის ან ფიზიკური აქტივობის დროს კი გვაუწყდება წყლის დალევა, რამაც ძალიან მარტივად შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. ეს ყველაფერი კი შეიძლება წყლობით გაგრძელდეს.